რა გვსურს სინამდვილეში? შეიძლება ვიფიქროთ, რომ სრული კონტროლი გვინდა. არასდროს ბერდებოდეთ. ხილი, რომელიც არ ლპება. ტანსაცმელი, რომელიც არასდროს ცვდება და დროის დახარჯვის გარეშე მოგზაურობა. გგონია, რომ რაღაც უცნაური ტექნოლოგიური ყოვლისშემძლეობა გვსურს. თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს სულაც არ არის ის, რაც მართლა გვინდა. ისეთი სიტუაცია, სადაც მომავალი სრულიად პროგნოზირებადი და ჩვენი კონტროლის ქვეშაა, უცებუე იქცევა უინტერესო წარსულად. სინამდვილეში ჩვენს აღტაცებას და ინტერესს იწვევს სწორედ განუსაზღვრელობა, სიურპრიზები. თუმცა მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზები ვერ გვექნება. უსიამოვნოც შეიძლება შემოგვეპაროს. თუ გვსურს სურვილების ხურჯინის გახსნისას აღტაცება განვიცადოთ, როცა არ ვიცით შიგნით მკვდარი ვირთხაა თუ ახალი კამერა, მაშინ რისკები უნდა მივიღოთ. აბსოლუტური ძალაუფლება ან კონტროლი არც ერთ გონიერ ადამიანს არ სურს. ხვალ რომ გკითხონ, რას ვიზამთ ჩვენი ამ ძალით, პასუხი არ გვექნება, რადგან ჩვენი სურვილები მოკლევადიანი, ურთიერთგამომრიცხავი და დამაბნეველია. საქმეზე რომ მიდგება, სინამდვილეში არავის სურს იყოს ღმერთი. როდესაც სიამოვნების უკიდურეს ზღვრამდე მივდივართ, ის უფასურდება. თუ მას უსასრულობამდე ვსდევთ, საბოლოოდ აღმოჩნდებით იმ სამყაროში, რომელსაც ბუდისტები ნარაკას, ანუ ჯოჯოხეთს უწოდებენ. თუ სიამოვნებას სრულიად გამოვიკვლევთ, ერთადერთი რამ, რისგანაც სიამოვნების მიღება შეგვეძლება, ტკივილი იქნება. ასე რომ, როდესაც ფუნდამენტურ კითხვამდე მივდივართ, რა გვინდა? ჭეშმარიტი პასუხია, რომ არ ვიცით.